მეგობრებო, კაი ამბები გვაქვს. ესე იგი, ჰულ რაც ორხრობა ქვია სენსორი, კალენვალის დატჩიკი ჩვენებურად მუშაობს. ეხლა მოტოს გრეტას დავსბორავთ, ყველაფერს მოვწკიპავთ და გავუკვებით გზას და მოკლედ ფაინალი. გრეტა დაიქოქება რა. დაგათვალიერებინეთ მეგობრებო. თემიზის მოტოშოპს. აი თემიზის ბაიკი, thank you. ნახეთ როგორი GS-ით მოძრაობს. ოჰო. ევასება კაც რა, adventure-ი რა მე და კაი კაცი არის, ასთავარია, მოინდომა რომ გამოსვლო და იჩალიჩეს ანკარაში ნაწილი იშოვეს. ჩამოიტანეს. აი ჩვენი გრეტუშა აგერ არის, ზეთები აქვს, ყველაფერი აქვს რა. მოხვალ და თან კარგი კაცია, ცდილობს რომ დაგეხმაროს, რითი გასიამოვნოს. კარგი მეგობრები ყავს და მოკლედ ეხლა დავსბორავთ ჩვენს გრეტუშას. ჩვენი საქმე როგორ არის? ეს არის დატჩიკი, რომელიც დაირქვებულია. და აბა. Good. ის კრასაც იძლევა, good. გრეტა იწყობა. ახალი დატჩიკი მუშაობს. ეხლა მოიხოდება. და გავიმგზავრებით, მოკლედ გაგვიმართლა რომ ეს ახალი დატჩიკი ცოტა გადააკეთეს ფოთაშოვეს ჩვენმა ხელოსანმა. ანუ ძველი მოდელის დატჩიკი იშოვა, ის ცოტა გადააკეთო და გრეტაზე წავიდა და ასე რომ სულ რაღაც 1 საათში მე გრეტა პატიცემული ცოტნე და ჰარი გავუდგებით გზას. პირველი რაც უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა ნახო ამ სამყაროში, როგორი მოტოციკლი, როგორი ხედი. მოკლედ რაც არ უნდა ნახო, კარგ ადამიანზე უკეთეს ამ სამყაროში ვერაფერს ვერ ნახავ, ვერაფერს ვერ შექმნი. კარგი ადამიანები შეხვდა და ამ კარგი ადამიანების წყალობით ჩვენ ისევ გზას გავუდგეთ. მივდივართ აივალიკისკენ, სანამ გვაქვს დაახლოებით 5 საათის გზა, მაგრამ ეგ არაფერი გზა ჩვენ არ გვაშინებს, თავარია გრეტა და ჰარი იყვნენ ხოთზე. ნუ მე და ცოტა თქმა უნდა. აბა წავიდა. ახლოვდებით ქალაქ აივალიკს, რომელიც არის საპორტო ქალაქი და ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ბოლო 50 კილომეტრია საშინელი ნეხვის უნია, სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი მე აივალიკზე. ოპა. სადღაც საცხოვრებელ უბანში შემოვედით. სასაცილო. რაღაცა საცხოვრებელი უბანია ამ ქალაქის. ამას კარგი შეფასება როგორ აქვს, ცოტნე სად მომიყვანე. ეს ჩემთვისაც კი too much adventure-ია, ასეთ ადგილას მოსვლა სასტუმროში დასარჩენად. ძალიან უცნაურ ადგილას ვარ, ისეთ უცნაურ ადგილას ვარ, რომ აქამდე არასოდეს რო არ ყოფილვარ. ნუ ავთენტური ნამდვილად არის. დავრჩეთ აქ? სხვა სასტუმრო ხო არა ვიღოთ რავი რაღაცა. აი ეს რაღაც ოტელიო თუ რაღაცა რო აწერია. სხვანაირად ამ ქალაქში კაცი არ მოხვდები. მოტოციკლებით მე და ცოტნე თუ შევბოდიალდებით.
რავი დავრჩეთ. კარგი შეფასება აქვს როგორც შეძახ. კი, მაგრამ ღია. ეს არის, სად არის? კარგი, მივიდეთ აბა მეორე მხრიდან. აი ეს არის ჰოტელია. So we booked on booking.com. Okay. We are with bikes. Where we can bikes, motorcycles. I don't know. Yes. მაგრამ შევეტევით აქ? არა, შენი აშკარად ვერ შეეტევა და ვერც ჩემი. მოკლედ მეგობრებო, გადავწყვიტეთ, რომ ამ ქალაქში არ დავრჩეთ. Просто ამ სასტუმროში არ დავრჩეთ, თორე ქალაქში კი ვრჩევით, იმიტომ რომ პანსიონატში არ დავრჩეთ, იმიტომ რომ ბაიკების გარეთ დატოვება ძალიან გძაბავს. აი ვიღაცა გამოვიდეს და ჩემს გრეტას და ცოტნეს არის შეიძლება ისე ცავლოს ხელი, რომ ვერაფერიც ვერ გავიგოთ. გრეტოში გარეთ ვერ დაგტოვებ გრეტოში. ავთენტური ქალაქი ნამდვილად არის, მაგრამ Google-საც კი უჭირს ნავიგაცია ისეთი ადგილია. კომანდა ისე მოძრაობს აქ, რომ მიგონება არც არაფერი, მაგრამ ისინი ლოკალები არიან და აქ ცხოვრობენ და ჩვენ კიდე ამხელა ბაიკები და ამწვრილ ქუჩებში მაგარი მოუხერხებელია. უკეთეს სასტუმრო გავაძრეთ, რაღაცა მხიარულობაც არის, ცოტას დავლებთ. ბაიკებსაც აქეთ მოვიყვანთ. ესე ჯობია რა. და აგერ სასტუმროს შემოსასვლელთან დავაყენეთ და ნაკლებად დავიძაბებით მეც და ღრმად პატიცებული ცოტიკაც. ახ, მოვძვირით. ახაც ხოჩოქრიშაში დავზრებით. ესეც ასე. ახაც საგაიფოთ დავდგებით. 1000 ჭილ ვარამ გამოვლილი ხალხი. აი ვალიქში ჩამოსული. სადღაც უკეთში ნახეტიალები. რამდენი ხანია მოდიოდებული? დიდი კაი ცხოვრებას გავუჩეს და კარგად გეცხოვროს. ლუდი არ მოკლებოდეს მეგობრებო. ამდენი ცხოვრების მერე ესე თქვათ, ოთხი თავგადასავალი თურქეთში. ხალხის გავაკეთოთ იმის რეფლექშენის თურქეთზე რასი თუნდაც ბოლო რომ მოდიოდი ეს ნახევარი საათი ხვისუნის მეტი არაფერი მაგრამ არ მომწონდა გამო. მაგრამ მე ის დამევასა ის მონაკვეთი, აი რო გადმოვხვეჭა ავტომობილზე ძალიან საკაიფო. ერთი პერიოდი კი, მაგრამ მე ხვისუნი იყო. მე ხვისუნიდან უგუიძაც. ვარგადა ის არის